საქართველოს მელიორაცია საინფორმაციო კამპანიას აგრძელებს ამჯერად ირიგაციის ახალ ტარიფებსა და სარწყავი სეზონისთვის მზადების საკითხებზე დედოფლის წყაროს მუნიციპალიტეტში იმსჯელეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სარწყავი სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს. მხარეებმა განიხილეს მოწესრიგებული ინფრასტრუქტურის მნიშვნელობა და წყალსარგებლობის ხელშეკრულებების დროულად გაფორმების აუცილებლობა. შევხვდით ადგილობრივ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას და სოფლის წარმომადგენლებს გავაცანით ის სიახლეები, რომელიც დაგეგმილია მიმდინარე წლის პერიოდში, ასევე გავაცანით სუბსიდირების მიმართულება ირიგაციის თვალსაზრისით, გავაცანით ტარიფების შესახებ ინფორმაცია და ის გეგმები, რომელიც საქართველოს მელიორაცია გეგმავს 2026 წლისათვის, ეს ეხება ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ეს ეხება არხების მოწესრიგებას, ეს ეხება სატუმბის სადგურების რეაბილიტაციებს და ასე შემდეგ. დედოფლის წყარო არის აგრარული მუნიციპალიტეტი და ჩვენში ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს ამ სექტორის განვითარებას, რასაც მელიორაცია ჰქვია და ამ მხრივ გიგანტური ნაბიჯები გადაიდგა. ჩვენ უკვე ვიმკით ამ დადებით შედეგებს და ის სიახლეები, ის ტარიფები, ის მიდგომები, რომელიც გეგმა და დაინერგა და ინერგება 2026 წლიდან დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს მუნიციპალიტეტს სოფლის მეურნეობის განვითარებას ძალიან დადებითად წაადგება. ვიყავით შეკრებილი ჩვენი სოფლის სამთავრობო ფიროსმანის წყალმომხმარებელთა აქტიური გუნდი და ძირითადი თემა იყო ახალი პროექტი ვენახების მოწყაზე სუბსიდირება, სადაც მართლაც მინიმალურ ფასებში თითქმის სათვალით უფასოდ ვწყავთ ვენახებს ერთხელ ვიხდით ჩვენ და სუბსიდიას აკეთებს სახელმწიფო, სამჯერ იხდის სახელმწიფო და აქ არც ის გამორიცხულა თუ სულველი იქნება შეიძლება მეჯერაც რომ მოვწყოთ. წელს ჩვენთან ახალი სატუმბო სადგური კეთდება და დამთავრებულია უკვე რაღაც გატესტვის ფაზაში, მომავლიდან აშენდება, გაკეთდება შიდა ქსელების რეაბილიტაცია, რომელიც გაანახევრებს დროსაც და ხარჯებს